საკოორდინატო სიბრტყეზე ნაჩვენებია კარვების ბანაკის ადგილი. ჩემი კარავი გაშლილია 0 - 6 წერტილზე, სალაშქრო ბილიკი კი იწყება -8 - 6 წერტილზე. მონიშნეთ რუკაზე ჩემი კარავი და სალაშქრო ბილიკის დასაწყისი. კარგი. ესე იგი გვაქვს კარავი, რომელიც არის 0 - 6 წერტილზე, ამიტომ 0 x კოორდინატი და -6 ანუ 6-ით ქვემოთ y კოორდინატი. და გვაქვს -8 - 6 წერტილზე სალაშქრო ბილიკის დასაწყისი. -8 არის 8 მარცხნივ, 0-დან 8 მარცხნივ, ხოლო -6 არის x ღერძიდან 6-ით ქვემოთ. ეს არის სალაშქრო ბილიკის დასაწყისი, ეს არის ჩემი კარავი. რამდენი ერთეულითაა ჩემი კარავი დაშორებული სალაშქრო ბილიკისგან? უნდა გადავთვალოთ. როგორც ხედავთ, თითო უჯრა არის თითო ერთეული, ამიტომ 1 2 3 4 5 6 7 და 8. ესე იგი 8 ერთეულით უნდა იყოს დაშორებული. შეგვიძლია ეს მეორენაირადაც გვეთქვა. ამ ორი წერტილის y კოორდინატები ერთი და იგივეა, ხოლო x კოორდინატებს შორის მანძილი შეგვიძლია მარტივად გავიგოთ 0-ს თუ გამოვაკლებთ -8-ს, რაც იქნება 0 + 8, ანუ 8. შემდეგი. ქენანმა საკოორდინატო სიბრტყეზე აღნიშნა რამდენიმე პუნქტის ადგილმდებარეობა. განსაზღვრეთ ქენანის აღნიშვნის შესახებ თითოეული წინადადება ჭეშმარიტია თუ მცდარი. ბიბლიოთეკა 5 ერთეულითაა დაშორებული y ღერძს. ღერძს უნდა ეწეროს სავარაუდოდ. კარგი, ბიბლიოთეკა მოვწეროთ. ეს არის ბიბლიოთეკა. ეს არის y ღერძი. როგორც ხედავთ, ბიბლიოთეკის x კოორდინატი არის -5. 0-დან დაშორებული არის 5-ით. მაგრამ ცხადია ეს რეალურად y ღერძიდან დაშორებას ნიშნავს 5-ით. და მართლაც აქ გვიწერია რომ 5-ით არისო დაშორებული და 5-ით არის მართლაც დაშორებული. ამიტომ ეს იქნება მართალი. შემდეგ სკოლა მდებარეობს წერტილში 0-6. ნახოთ სკოლა, ეს არის სკოლა. ეს ერთი შეხედვით ჩანს სწორი, მაგრამ სინამდვილეში არასწორია. და რატომ? 0 არის x კოორდინატი და 6 არის y კოორდინატი. აქ პირიქით გვაქვს 6 გვაქვს აქ x კოორდინატი და 0 გვაქვს y კოორდინატი. ამიტომ ეს არ არის სწორი, არა და საკმაოდ მარტივად შეიძლება და შემცდარიყავით. ჯიმმა საკოორდინატო სიბრტყეზე აღნიშნა რამდენიმე პუნქტის ადგილმდებარეობა. განსაზღვრეთ ჯიმის აღნიშვნის შესახებ თითოეული წინადადება და უნდა გავარკვიოთ ჭეშმარიტია თუ მცდარი მოკლედ. ჯიმის სახლი უფრო ახლოსაა სკოლასთან, ვიდრე ბანაკთან. ნახოთ. ჯიმის სახლი. სურსათის მაღაზია, სასამართლო, ბიბლიოთეკა, ბანკი, საავადმყოფო. მოდი დავუშვათ, რომ აქ უნდა ყოფილიყო ჯიმის სახლი და მაგით ვიმსჯელოთ. იმიტომ რომ ერთ-ერთი წერტილი, რომელიც ცოტა უშინაარსოა, ესაა. კარგი, ვნახოთ. ესე იგი, გვეკითხებიან, არის თუ არა ჭეშმარიტი, რომ ჯიმის სახლი უფრო ახლოსაა სკოლასთან, ვიდრე ბანკთან. სკოლასთან არის 6 ერთეულით დაშორებული, უბრალოდ სკოლიდან არის 6 ერთეულით დაშორებული. ხოლო სასამართლოდან არის, ვერტიკალურად მოუწევს 6 ერთეულის გავლა და კიდევ ჰორიზონტალურად მოუწევს 5 ერთეულის გავლა. ამიტომ სკოლასთან უფრო ახლოსაა. ეს მართალია. სასამართლო 9 ერთეულითაა დაშორებული ბიბლიოთეკისგან. სასამართლო, ბიბლიოთეკა. მოდი გადავთვალოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 და 9. ესეც მართალია. თუმცა შეგვეძლო უბრალოდ აგვეღო სასამართლოს y კოორდინატი, ანუ 6 და მისთვის გამოგვეკლო ბიბლიოთეკის y კოორდინატი, ანუ -3. მივიღებდით ისევ 9-ს. ძალიან კარგი.